მოგესალმებით ყველას. მე მინდა ჩვენი კომპანიის სახელით განცხადება გავაკეთო ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანა საქართველოში. დღეს მინდა რაღაც დეტალებზე ვისაუბრო ამ კანონთან დაკავშირებით. პირველი ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით ამ კანონს. ეს კანონი დააზიანებს ძალიან ბევრ სფეროს, იმიტომ რომ ავტომობილი არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება საქართველოსთვის. საქართველოში ეს წლების განმავლობაში იყო ნომერ პირველი ბიზნესი, რომლითაც ოჯახებს არჩეს ძალიან ბევრი ადამიანი. დავიწყოთ იქედან, რომ რა მოხდება ამ კანონის, ასე ვთქვათ, შემოსვლის დღიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, რა თქმა უნდა. პირველი დავიწყოთ იმით, რომ შემცირდება ფოთისპორტში თანამშრომლების რაოდენობა, იმიტომ რომ ის რაოდენობა კონტეინერები აღარ ჩამოვა, შესაბამისად იმდენი თანამშრომელიც არ იქნება საჭირო. ანუ ესე ვთქვათ, ეტაპობრივად მიყვები. ჩამოვიდა მანქანა ფოთისპორტში, გაიხსნა კონტეინერი. შემდეგ ევაკუატორის მძღოლები დარჩებიან უმუშევარი, ძირითადი ნაწილი, რადგან არ იქნება საჭიროება იმისი, რომ ამდენი ევაკუატორი იყოს და ავტომობილები სხვადასხვა ქალაქებში წამოიყვანოს ფოთი და ბათუმის პორტებიდან. შემდეგ ეგრეთ წოდებულ ჟეშტიანჩიკებს ან მეთონუქებს შეუმცირდებათ სამუშაო, შეუმცირდებათ და ბევრი ალბათ უმუშევარის დარჩება. მალიარები ანალოგიურად, ქიმწმენდა, პოლირება, დითეილერები ჩვეულებრივად ან ბევრად შეუმცირდებათ რაოდენობა და ზოგი ალბათ შეწყვეტს მუშაობას. ელემენტარული დღეს რა მდგომარეობაშია რუსთავის ბაზარი. არაერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომ რუსთავის ბაზარი დაიპყრეს ყირგიზებმა და ყაზახებმა და სხვათა შორის ამ კანონის შემოღება მათ ძალიან უხარიათ. თუ ცოტას ჩაეძიებით, პირადი ჩათი აქვთ დილერების, სადაც ძალიან უხარიათ ამ კანონის შემოღება, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი ქართველი თუ ჩამოიყვანს 2020 წლის ქვემოთ ავტომობილს გასაყიდად, რადგან გასაყიდად მაინც შესაძლებელია ამის ჩამოყვანა, თუ საქართველოს უბრალოდ რეგისტრაციას ვერ მოახდენ, დაელოდებიან 3 თვეს სანამ ვადა გავა და წიგნს ჩაგაჭერენ, რომ შენ ამ მანქანას მე ვეღარაფერს ვეღარ უზამ და მინუსებში იძულებული გახდები მიყიდო იგივე ყაზახებს. ასევე უხარიათ იქიდან გამომდინარე, რომ გაიაფთება ამერიკაში ავტომობილები 20-ის ქვევით, რადგან აღარ ეყოლებათ უდიდესი კონკურენტი, როგორიც არის საქართველო, იმიტომ რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, გამყვანია ავტომობილების ამერიკიდან. ასე რომ რუსთავის ავტობაზრობა ფაქტიურად აღარ იარსებებს, ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ის ხალხი, რომლისთვისაც ეს ერთადერთი შემოსავლის წყარო არის, აბსოლუტურად უმუშევრები დარჩებიან, მათი ოჯახები და ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ, დამიჯერეთ, რომ 100,000-ობით ადამიანს ეხება. ეს არ არის 10-ობით და 100-ობით ადამიანი, არა, ეს არის 100,000-ობით ადამიანი, რომლებიც დარჩებიან შემოსავლის წყაროს გარეშე. კომპანიები, ავტოიმპორტიული კომპანიები, რომლებსაც უამრავი ადამიანი ყავთ დასაქმებული, ეს ხალხი უბრალოდ ფიზიკურად აღარ დაჭირდებათ, საკმარისი იქნება სულ რამდენიმე მენეჯერი, დანარჩენი კიდე დარჩება უმუშევარი. აი ამ პრობლემის წინაშე გვაყენებს ეს კანონი. რაც შეეხება ამ კანონს, ერთი ძირითადი მიზეზი, უბრალოდ ორი მიზეზი არის, ანუ ავტომობილების დიდი რაოდენობა, რაც იწვევს საცობს და ეკოლოგია. მე მინდა ამაზეც ჩემი აზრი გამოვთქვა. განცხადება იყო, რომ საქართველოში არის რეგისტრირებული 2 მილიონი ავტომობილი, 2 მილიონზე მეტი. თითქმის 2 მილიონია, 1,900,000-ია რეალურად, მაგრამ აქ რა ხდება? ამ 1,900,000-დან ტექ დათვალიერებას გადის მხოლოდ მილიონამდე ავტომობილი. და თქვენ კარგად იცით, რომ თუ ტექ დათვალიერება არ გაქვთ გავლილი, მანქანით ქალაქში ვერ იმოძრავთ. ანუ რატო ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? ამ 2 მილიონი ავტომობილიდან ზოგი არის გასაყიდად ჩამოყვანილი, ხოლო ზოგი უკვე დიდი ხნის წინ დაშლილი, რომელიც უბრალოდ არ არის ჩამოწერილი და დამეთანხმებით, ვისაც როდესმე მანქანა დაგიშლიათ ან სადღაც გილპებათ ძველი მანქანა ეზოში, არავინ არ ვიწუხებთ თავს, რომ მივიდეთ და ჩამოვწეროთ, იმიტომ რომ ის უკვე განბაჟებულია და არავის არ აინტერესებს.
ასე რომ ამ 2 მილიონი ავტომობილიდან რეალურად ექსპლუატაციაში მხოლოდ არის 1 მილიონი. მეტი არა. 1 მილიონამდე. დანარჩენი მანქანა არის ან გასაყიდად ჩამოყვანილი, ან უბრალოდ უკვე ძალიან დიდი ხნის დაშლილი და ნაწილებად გაყიდული. ამის გამოკვლევა ძალიან მარტივად შეიძლება თუ კითხავთ ტექ დათვალიერებას ვინც ატარებს ამ ორგანიზაციებს. რაც შეეხება მთავარ მიზეზს. ძალიან ბევრ მედიაში გავრცელდა რომ ეკოლოგია ჩვენ ბავშვებს კიბოს ვმართებთ ჩვენ ასე კიბოს ვიმართებთ ეს საშინელება ჰაერი დაბინძურებულია მოდი ესე გეტყვით 2020 წლის ავტომობილების შემოყვანა ეს არაფერს არ გამოასწორებს ეკოლოგიაში ელემენტარული იმას გეტყვით რომ საერთოდ რო ხვალ შემოიღო კანონი რომ აი ხვალ რო იყოს ესეთ კანონი რომ საერთოდ მანქანის შემოყვანა აღარ შეიძლება და რაც ყავთ საქართველოში მხოლოდ იმით ვიაროთ ეს ეკოლოგიას ვერ გაუმჯობესებს იმიტომ რომ უკვე თუ 2 მილიონი ავტომობილია საქართველოში და უკვე ეკოლოგია კრიტიკულ ზღვარზეა ეს ფონს არ შეცვლის პირიქით ახალი ავტომობილები უნდა შემოვიდეს იმიტომ რომ ადამიანებმა რომელსაც ყავთ ევრო 3-ზე მომუშავე და ევრო 4-ზე მომუშავე ძველი ავტომობილები მოახერხონ და ჰქონდეთ იმის საშუალება რომ ჩაანაცვლონ ეს მანქანები ახალი ავტომობილებით რომლებიც არის ევრო 6 რომელსაც ბევრად უფრო ნაკლები გამონაბოლქვი აქვს ვიდრე ევრო 3-ს და ევრო 4-ს ხოლო თუ ეკოლოგიაზე მიდგება საუბარი ეკოლოგია წლებით არ განისაზღვრება ანუ კონკრეტული წელი რო ავიღოთ რომ აი 2020 წლის ზევით მანქანებს და 6 წელზე ნაკლებით მანქანებს უფრო სუფთა გამონაბოლქვი აქვს არა 2015 წლის მეორე ნახევრიდან შემოვიდა ყველა ავტომობილში ევრო 6 ნუ ძირითად ავტომობილებში ანუ 2015 წლის მეორე ნახევრიდან ავტომობილს აქვს ევრო 6 სტანდარტი და 2025 წლიან ავტომობილსაც აქვს ევრო 6 სტანდარტი ევრო 7 შემოვიდა მხოლოდ 2025 წლის მეორე ნახევრიდან ანუ ამით რისი თქვა მინდა თქვენ 2025 წლიან ავტომობილს ჩამოიყვანთ თუ 2015-16 წლიან ავტომობილს ჩამოიყვანთ ერთი და იგივე კუბატურით გამონაბოლქვი იქნება ზუსტად იდენტური ანუ არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ახალი ავტომობილია ის მნიშვნელობა აქვს ევრო სტანდარტს იმიტომ რომ ის ევრო სტანდარტით არის გამონაბოლქვის რაოდენობა და მავნებლობა და ესე ვთქვათ დაფიქსირებული რა იმედია გამიგეთ რასაც გულისხმობ და თუ ავტომობილს არ აქვს ძალიან დიდი გარბენი რაც გარბენი მოქმედებს უკვე გამონაბოლქვზე ამ შემთხვევაში ახალი ავტომობილი იქნება თუ ძველი გამონაბოლქვი იქნება ერთი და იგივე დიდი გარბენიან ავტომობილებზეც კი გამონაბოლქვი მცირედით უმნიშვნელოდ უფრო მეტია ვიდრე თქვათ ნაკლებ გარბენიას ან წელი აქ არაფერ შუაშია ეკოლოგია აქ არაფერ შუაშია და პირიქით ეს უარესია იმიტომ რომ ხდება დატოვება ძველი ავტომობილების ექსპლუატაციის ხალხს აღარ იქნება საშუალება საშუალო და დაბალ ფენას რომ თქვათ იყიდონ 6 წლის ავტომობილი იმიტომ რომ ბევრად ძვირი ეღირება ეხლა დღესაც კი ძვირი ღირს და შემდეგ კიდევ უფრო გაძვირდება ამ კანონის შემოღების შემდეგ აღარ იქნება ამის საშუალება და ექსპლუატაციაში დარჩება პირიქით უკვე ევრო 3-ის და ევრო 4-ის მქონე ავტომობილები რაც უფრო დააბინძურებს გარემოს ვიდრე ვთქვათ ელემენტარული 2016 წლიანი ავტომობილი რომელსაც ევრო 6 აქვს რომელსაც ბევრად ნაკლები გამონაბოლქვი აქვს ასევე მოვისმინე განცხადება რომ ეს იყო ესე ვთქვათ ავტოპარკის განახლება, გალამაზება რო ქუჩაში, ანუ უფრო ახალმა ავტომობილებმა იარო. ერთი კითხვა მაქვს. თქვენთან, ხალხთან, მეგობრებო, რომელი უფრო ლამაზად გამოიყურება ქუჩაში? 2016 წლის BMW, Mercedes და Audi თუ 2025 წლის Ford, Nissan და ესეთი ავტომობილები? იმასაც გეტყვით რომ რო აიღოთ 2005 წლის რომელიმე ავტომობილი და 2016 წლის გერმანელი ავტომობილები შეიძლება ამ გერმანულ ავტომობილს უფრო ნაკლები გამონაბოლქვი ჰქონდეს ვიდრე ახალს. ამიტომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე მინდა გითხრათ რომ ამ კანონს არანაირად არ ვეთანხმებით ეს კანონი ძალიან ბევრ ადამიანს დააზარალებს საქართველოში დატოვებს უმუშევრად
თუ ეკონომიკა მზრდადი გქონდა სწორედ ამ ავტომობილების რეექსპორტის, ჩამოყვანის და გაყიდვის ხელშეწყობით, ძალიან დიდი თანხა მოაკლდება ბიუჯეტს ამ ყველაფრით და ძალიან დიდი ზარალი მიადგება. აქცენტი არის, რომ ჩვენ უნდა გადავშდეთ ან ელექტროავტომობილებზე, ან ჩინურ ავტომობილებზე, რომლებიც შედარებით უფრო იაფია ვიდრე ევროპულები. მოკლედ იმის თქმა მინდა მეგობრებო, რომ დააფიქსირეთ თქვენი აზრი, ძალიან გთხოვთ, აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ საკითხზე.